აჯანყებული გურულის ძეგლი ლანჩხუთში ბრუნდება. რაიონული ცენტრის სიმბოლო ახალმა გამგებელმა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დააბრუნა. ძეგლის დემონტაჟი 2011 წელს განხორციელდა და ამ დრომდე აგრარული ბაზრის ნაგავს აღრელზე იყო. მონუმენტი 26 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. აქ იყო მილიციაში, აქ მილიციაში ბევრი გადაყარა და აი კაცი დარდატია ხან. აჯანყებულ გურულს და ვანო მერაბიშვილს დღეს ლანჩხუთში ერთად ახსენებდნენ. ადგილობრივების ნაწილი მორიგი მოსიარულე ძეგლის ისტორიას, რომელიც ქალაქის ცენტრში პოლიციის გამჭვირვალე შენობამ ჩაანაცვლა, ასე ყვება. ვერას გავხდებოდი, მოატყვინე ხალხი, ღამე ეიღენ, ღამე წაიღენ ეს ძეგლი. ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ესე იგი არ მოგიდებიან, მაგრამ ღამის საათებში წაიღენ. ამბობენ რა მერაბიშვილიო და რა ვიცი. მე რა ვიცი ხალხი ასე ლაპარაკობს. მერაბიშვილს რა შეუშლით ეს ძეგლი როგორ? რა ვიცი. აჯანყებული გურული არ მოწონდა. რომ წეიღეს ძალიან მეწყინა იყო, საერთოდ ლანჩხუთის სიმბოლო იყო, მაგრამ აჯანყებული გურული, მაგრამ ძალიან მეწყინა რა ვქნა. მე ვინ მიყურებდა ჩემს სიას. მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ მე მეტი დღეს დადგმული დავხსოვე. პირში წყალჩაგუბებული აჯანყებული გურულის კადრები 2011 წელსაა გადაღებული. მაშინ გოგი ოჩიაურის ქანდაკება კვარცხლბეკიდან აგრარული ბაზრის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა. მოგვიანებით ძეგლი შეფუდეს და ალუმინის ფირფიტებით შემოღობეს. ლანჩხუთის ახალი გამგებელი იხსენებს, რომ 2 წლის წინ ქალაქის სიმბოლოს დემონტაჟზე ადგილობრივებმა უარი განაცხადეს, რის გამოც სპეცტექნიკის ჩამოყვანა ფოთიდან გახდა საჭირო. ინფორმაცია მაქვს, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მოხდა ამ ძეგლის აღება. სხვათა შორის ამ ძეგლის აღების პროცესში ადგილობრივი ვერც ტრანსპორტმა, არც ერთმა ადგილობრივმა მოხელემ არ მიიღო მონაწილეობა. ეს იყო ტრანსპორტი ჩამოიყვანეს ფოთიდან და ესე კრანს რო ეძახიან. ამ წეკრანიც იქიდან ჩამოიყვანეს და მოხდა საღამოს მუხანათურად ამ ძეგლის მოხსნა. დემონტაჟი 2085 ლარი დაჯდა. თანხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. შესყიდვების სამსახურში ინახება შესაბამისი ბრძანებაც, რომელზეც გამგებლის გიორგი გოგუაძის ხელმოწერაა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო ბატონი გიორგი გოგუაძე, რომლის ბრძანებითაც გამოიყო 2085 ლარი ამ ძეგლის დემონტაჟისათვის და გაბრუნდა კონკრეტულად იმ მეწარმესთან სარეზერვო ფონდიდან მოხდა ამ თანხის გამოყოფა და გაბრუნდა ხელშეკრულება იმ მეწარმესთან. ხელმოწერის ავტორმა დღეს მედიასთან საუბარი არ ისურვა და მხოლოდ კადრს მიღმა თქვა, რომ გადაწყვეტილება არქიტექტურის სამსახურმა ქალაქის იერსახის შეცვლის მოტივით მიიღო. თუმცა შესაბამისი უწყების უფროსი საპირისპიროს ამტკიცებს. ჩვენთან არაფერი არ შეჯერებულა. ის იმ ძეგლის არქიტექტორი ეხლაც შრომობს და მოქმედებს და ის დაიბარეს უბრალოდ. მე თავიდან ავიცილე ძალიან მაბადლიერად და ტექნიკურად ეს ამბავი, იმიტომ რომ მე ვიცოდი კოლეგიალობის ფასი. იმიტომ რომ როცა არქიტექტორი ცოცხალია და შემოქმედი ნებისმიერი ძეგლის და ნებისმიერი არქიტექტურული ქმნილების ან გინდა ხელოვნების ქმნილების, მაშინ შეთანხმება ხდება. საერთოდ ძეგლები ხო მიდიოდნენ და მოდიოდნენ. აჯანყებული გურული, რომელსაც ლანჩხუთში გადარელულს ეძახიან, კვლავ პოლიციის ახალი შენობის გვერდით დგას. ნაგავსაყრელიდან ამოღებული და საგულდაგულოდ გასუფთავებული ლანჩხუთის სავიზიტო ბარათი 26 მაისს ხელმეორედ გაიხსნება.